ნებისმიერ შესაძლებელი არის, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყოს ახალი გამოძიება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემსწავლელი, რომლის ფარგლებშიც გამოიკითხებიან ექიმების, ვინაიდან სულ ცოტა ხნის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ სწორედ კონსილიუმზე და სახალხო დამცველის დასკვნებზე მიუთითდა და პირდაპირ თქვა, რომ აბსოლუტურად ყალბი დასკვნები კეთდებოდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მიერ. იმდროინდელ სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას შედგენილი ყავდა კონსილიუმი, რომელშიც შედიოდნენ ექიმები და თუკი პაპუაშვილი ამბობს, რომ ყალბი დასკვნები კეთდებოდა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ესე იგი ამ დასკვნებს სწორედ კონსილიუმის ექიმები აკეთებდნენ და გამორიცხული არ არის, რომ გამოკითხონ ეს ექიმებიც და მაშინდელი სახალხო დამცველიც. დრო მოვიდა ყველაფრისთვის აგოს პასუხი და გავიგოთ რა ხარჯები დაჯდა სააკაშვილის მკურნალობა და ვინ რას იტყუებოდა. სწორედ ასეთი მუქარი შემცველი განცხადება გააკეთა ცოტა ხნის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ. 3 წელზე მეტი ხო, 3 წელიწად ნახევარი თუ არ ვცდები, მიხეილ სააკაშვილი იყო საავადმყოფოში, ნაცვლად იმისა ყოფილიყო საჯარო დაწესებულებაში, მათ შორის მიზეზი ამ ყველაფრისო იყო ის ისტერია, რომელიც სრულ ნარატივზე დაყრდნობით აწარმოა ბრუსელმა. ეს არის იმ NGO-ების, მაშინდელი სახალხო დამცველის ყალბი დასკვნები გახსოვთ, რომ თითქოს მას დემენცია ჰქონდა. ალბათ სანახავი არის. რა დაჯდა მისი ყოფნა საავადმყოფოში? რა დაჯდა გვაინტერესებს ერთი ეს რა თანხა არის და მე უნდა მივაკითხოთ იმ ბრიუსელის იმ ბიუროკრატებს, რომლებმაც აი ეს ხარჯები უნდა აუნაზღაურონ ქართულ ხალხს. ჩვენ ხედავდით ყალბ დასკვნებს. აბსოლუტურად ყალბი დასკვნა იყო მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რომელიც იყო შემდგენილი სახალხო დამცველის მიერ. სხვადასხვა ხან პოლონელი ექიმი ჩამოიყვანეს, ხან ვინ ჩამოიყვანეს. ჩვენ ნაბიჯ ეს თავდასხმები მოვიგერიეთ და ნაბიჯ დავდექით იქ, რომ საკადრისი პასუხი გაიცეს ყველას, ვინც ჩამოიყვანა სააკაშვილი აქ და ეს ჩამოიყვანა უკრაინის ხელისუფლებამ. დღეს ტაშრო უკრავთ პრეზიდენტ ზელენსკის, მან ჩამოგვიყვანა სააკაშვილი აქ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა აერია. ეს არის თქვენი ზელენსკი. ვინ იყო ის ჯგუფები, რომლებიც იგონებდნენ ტყუილებს დემენციასთან დაკავშირებით, ზელენსკი, სანდუ, ბრიუსელის სხვადასხვა პოლიტიკოსები, ევროკავშირის ელჩი და სხვადასხვა ელჩები, რომლებმაც ეს უტიფარი ტყუილი გაკადრეს თქვენს, აკადრეს მთლიან საქართველოს. როგორც ჩანს, ქართული ოცნება ახალი გამოძიების დასაწყებად ემზადება და ეს იქნება უკვე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და აქ ჩნდება ბუნებრივია კითხვა, თუ ქართული ოცნება დარწმუნებული იყო, რომ ვინმე მათ ატყუებდათ, მაშინ რატომ ტოვებდნენ მიხეილ სააკაშვილს ვივამედის კლინიკაში და მთელი ამ დროის განმავლობაში რატომ იყვნენ ჩუმად მაშინ ქართული ოცნების წევრებიც. თუმცა ნაციონალურ მოძრაობაში მიხეილ სააკაშვილის პარტიაში აცხადებენ, რომ ქართული ოცნება ყველაფერს პოლიტიკური მოტივაციით განახორციელებს, მათ ეშინიათ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორის და ახლა უკვე შესაძლებელია დადგა დრო, როდესაც ქართულმა ოცნებამ სააკაშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება უნდა დაიწყოს. რეჟიმისთვის პრობლემა არის მიხეილ სააკაშვილი, იმიტომ რომ ეხლა რეჟიმი ცდილობს მაქსიმალურად გაიმყაროს დიქტატურა იმისთვის, რომ შემდეგ უფრო მშვიდად იგრძნოს ამ ქვეყანაში თავი და ანახოს მათ შორის ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, რომ აქ დიქტატურაა დამყარებული და ყველა მოგდული ყავს საერთოდ ირგვლივ, ასევე ქვეყნის შიგნით ანახოს ყველას, რომ არანაირ ბრძოლას აზრი არ აქვს, ამიტომაც აკეთებს ის ახლა რომ სამაგალითოდ ჯის მიხეილ სააკაშვილს ეხლა იმისთვის, რომ მისი მრავალ ათასიანმა მომხრება და ამომრჩევლებმა ჩათვალა, რომ არანაირ ბრძოლას ამ ქვეყანაში აზრი არ აქვს და არ არის ეს გზა დიქტატორისთვის იმისთვის, რომ შვიდად იგრძნოს თავი. პუტინის მხრიდან რა მითითებებიც მოდის პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ისე იქცევა ეს მარიონეტული რეჟიმიც. ამიტომ ჩვენ ამათგან არაფერი არ გაგვკვირვებია. ეს რეჟიმი ცდილობს აჩვენოს როგორც ქართულ საზოგადოებას, ისე საერთაშორისოს, რომ მისთვის საქართველოს ეროვნული ინტერესები არაფერს არ წარმოადგენს და ის თავიდან ბოლომდე რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და რომ ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საქართველო ჩამოაშოროს დასავლეთის ორბიტას, დასავლურ სამყაროს და დააბრუნოს რუსეთის ექსკლუზიური გავლენის ორბიტაზე.
მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანიდან რამდენიმე დღეში პარლამენტის თავმჯდომარემ შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიების დაწყებაც კი დაანონსა, ვინაიდან შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ აბსოლუტურად ყალბი იყო მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან გაკეთებული დასკვნები სახალხო დამცველის კონსილიუმის მიერ, რაც აჩენს ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ მალე შესაძლებელია ექიმებიც გამოკითხონ, ექიმების წინააღმდეგაც დაიწყოს გამოძიება, ვინც ამ კონსილიუმში შედიოდა და მათ შორის გამოიკითხოს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან და ამ დასკვნებთან დაკავშირებით ყოფილი სახალხო დამცველიც.